ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარი ხელისუფლებები საკუთარ ნამდვილ განზრახვას ყველაზე კარგად მაშინ ამხელენ, როცა წესრიგზე, ზნეობაზე და ადამიანის ღირსების დაცვაზე უმატებენ ლაპარაკს. დღეს ქართულმა ოცნებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა დაანონსა. სტრუქტურა, რომელმაც საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, პიროვნული თავდასხმა და ღირსების შელახვა უნდა გამოავლინოს და მათზე რეაგირება მოახდინოს. ეს ინიციატივა ჯერ თანამდებობა გამონახულმა მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებულმა მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ სამმართველო იმუშავებს სწორედ ასეთ შემთხვევებზე, სიძულვილის ენაზე, შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვაზე. ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა არის ცუდი შეურაცხყოფასთან ბრძოლაში. მაგრამ ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე იწყებენ. არა პირდაპირი განცხადებით, რომ მოქალაქის გაჩუმება უნდათ, არამედ დაპირებით, რომ საზოგადოებას უხეშობისგან, აგრესიისგან და უწესრიგობისგან დაიცავენ. სინამდვილეში აქ მთავარი კითხვაც და პრობლემაც სხვაა. ვინ განსაზღვრავს, სად მთავრდება კრიტიკა და სად იწყება შეურაცხყოფა, მით უმეტეს საჯარო პირების. ხელისუფლება, რომელმაც თვითონ შექმნა ტროლ-ბოტების ქარხნები? ხელისუფლება, რომელმაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ ლანძღვის მუქარის ტელეფონით ტერორისა და სახლებთან დახვედრის კამპანიები პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად აქცია? თუ ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საჯარო სივრცეს სწორედ სიძულვილის ენით, დემონიზაციით და ოპონენტების ადამიანური ღირსების განადგურებით მართავდნენ და იქვემდებარებდნენ. დიტო სამხარაძის პარტიიდან წამოსული ეს ინიციატივა ამიტომ არ არის მხოლოდ ერთი ახალი სამმართველოს ამბავი. ეს არის კიდევ ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ პარლამენტში გადავიდა, შემდეგ ადმინისტრაციულ კოდექსში ჩაიწერა, ახლა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით ინსტიტუციურ მექანიზმად ყალიბდება. 2025 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაემატა ნორმა, რომელიც საჯარო პირის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შეურაცხმყოფელ ქმედებას ეხება. უფლება დამცველებმა და ეუთო ოდირმაც მიუთითეს, რომ ასეთი ფართო და ბუნდოვანი ფორმულირებები თვითნებური განმარტებისა და ლეგიტიმური კრიტიკის დასჯის აშკარა რისკებს შეიცავდა. გადაცემა დროებაში არაერთხელ მოამზადეთ და გაჩვენეთ სპეციალური რეპორტაჟები რუსულ და ჩინურ გამოცდილებაზე. როგორ იქცევა საჯარო სივრცის კონტროლი, ჯერ უსაფრთხოების, შემდეგ წესრიგის, ბოლოს კი სრული მორჩილების პოლიტიკა. დღეს ეს უკვე აღარ არის შორეული მაგალითი. სიმბოლურია, რომ თბილისში ამ სამმართველოს შექმნას აანონსებენ იმ ფონზე, როცა პეკინში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრთან ნამგალისა და უროს ფონზე პოზირებს. თავარი მსქროლველის მდინარაძისა და სქროლვის სამმართველოს მსახურალი თვალი მხოლოდ ოპოზიციონერებს არ შეეხება. ხვალ ეს შეიძლება შეეხოს აღელვებულ პენსიონერს, რომელიც მიუწვდომელ ფასებზე დაწერს, გაწამებულ მძღოლს, რომელიც არაადეკვატურად გაზრდილი ჯარიმების გამო უკმაყოფილებას გამოხატავს, სასოწარკვეთილ მშობელს, რომელიც ბავშვის წამალზე სახელმწიფოს გულგრილობას გააპროტესტებს, ან თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერს, რომელიც ერთ დღეს ხელისუფლებას ზედმეტად ხმამაღლა გააკრიტიკებს. როცა სახელმწიფო იწყებს მოქალაქის ემოციის, სიტყვების, გაბრაზების და ირონიის პოლიციურ აღრიცხვას, ეს უკვე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა აღარ არის. ეს არის შიშის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. და ყველაზე სახიფათო ახლა სწორედ ის იქნება, თუ ამას ისევ ხუმრობით, ქილიკით ან ინფანტილური სიმშვიდით შევხვდებით. ავტორიტარიზმი იშვიათად მოდის ერთ დღეში. ის მოდის ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ კანონის სახელით, შემდეგ წესრიგის სახელით, ბოლოს კი მოქალაქეს ეუბნება, გაჩუმდი. ან ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც რისუფლებასაც მე გაძლევ.